არის თუ არა ღმერთი რასისტი, რომელიღაცა ერები რატომ ყავს მას გამორჩეული? არ გიჩნდებათ ეს კითხვა? ძალიან მარტივი პასუხია. ღმერთი რასისტი კი არ არის, ღმერთი არის სამართლიანი. რომელიმე ერი თუ მის წინააღმდეგ ამხედრდება, აჟანყდება და ბოროტებას განიზრახავს, ღმერთი მას საკადრისად გასცემს პასუხს. ასე მოხდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ასე მოხდა კაენის შთამომავლების შემთხვევაში და ასე მოხდა სოდომი და გომორას შემთხვევაში. ანუ, როდესაც ერი კონკრეტული უპირისპირდება უფალს და მას ბრძოლას უცხადებს, ის საკადრის პასუხს იღებს და ეს ყველაფერი არის სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს კონკრეტული ეთნოსები, რომლებიც ღმერთს ომს კი არ უცხადებს, არამედ ღმერთისთვის იბრძვის, ღმერთის გამო თავს წირავს, სიმართლისთვის თავს წირავს და ასეთი ერი რამდენიმეა და მათ შორის ვართ ქართველები. აი ამიტომ ვართ ჩვენ გამორჩეული ხალხი და არა იმიტომ, რომ რაღაცა გამორჩეულად დავიბადეთ. მე არც ერთი ეთნოსი არ მძულს, მაგრამ ძალიან მარტივი რამეა. რუსები, რომლებიც ატარებენ R1A გენეტიკურ კოდს, არიან კონკრეტული ნიჭის, კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემების, ან რაიმე კონკრეტული მიდრეკილებების ქვეშ მყოფნი. და რა არის ეს მიდრეკილებები? ეს მიდრეკილებები არის მათ შორის გარყვნილების მიმართ ლოიალურობა ჭყალებში. რას ქვია ეს გარყვნილების მიმართ ლოიალურობა? იმას ქვია, რომ მათთვის ზღვაზე შიშველი დანაობა არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენთვის ეს არის გარყვნილება და ნორმალური ადამიანისთვის. მათთვის ოჯახი ვალდებულებასთან ასოცირდება და არა სიწმინდესთან, რომლის სიმყარე აუცილებლად უნდა დაიცვა. ეს გოგონა, რომელსაც სხვათა შორის ბევრი ისეთი ადამიანი იცავს, რომელთა გვარის გენეტიკა მე შევამოწმე და საერთოდ კავშირი არ აქვს საქართველოსთან. ეს სიმართლეა და ვიღაცები ქართველების სახელით ნუხდით ბოდიშს. არ არის სწორი საქციელი, კი ბატონო, გეთანხმებით. გოგონას არ უნდა დაარტყა ხელი, მაგრამ აბა თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქართველი ბიჭის ადგილას თავი. საკუთარი ძმის ქორწილში თავზე, არ ვიცი, გაურკვეველ ნივთიერებებს აგასხამენ. აპარატურაზე წყლის დასხმა, მე მგონი ძალიან მარტივი რამეა. დენის დარტყმას იწვევს, ხო? და ბეძვია გადარჩენილი ის მომღერალი, რომ დენმა არ დაარტყა, რომელსაც მიკროფონი ეჭირა ხელში. მე ვნახე ამ გოგონას მოგზაურობის გრაფიკით. ჩემი გვარი საიდანაცაა ჩვენი 64, რომელიც აქვს რუსებს ოკუპირებული, იქ ხშირად არის შემჩნეული, მათ შორის დადასტურებულად, კადრებით. საუბარია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთზე. იქ არის ეს ადამიანი მრავალგზის ნამყოფი. თარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი და რომ მოისმინოთ იქ რა ებსაუბრობს ქართველებზე, ნამდვილად არ გაგიჩნდებათ პოზიტიური დამოკიდებულება ამ გოგონას მიმართ. ეს გოგონა ნამდვილად არ არის უკრაინელი, ეს გოგონა არის რუსი. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ცხოვრობს მოსკოვში და მრავალგზის არის ნამყოფი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. სადაც არის სიკეთე და სიმართლე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.